და უფრო არასერიოზულად ჟღერს ხა ისედაც არასერიოზულია როდესაც ახალგაზრდა ადამიანი მინისტრი ჯანმრთელობას იმიზეზებს იმის გამო რომ მნიშვნელოვანი თანამდებობიდან წავიდეს ის რაც მე დღეს მოვისმინე ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ და არა მარტო საქართველოში არსად სოფლიოში არ გამიგია ადამიანი ამბობდეს ჩემი ოჯახი მომენატრა და ამიტომ მივდივარო უკაცრავად ბატონებო 2012 წელს ქართველმა ხალხმა მთავრობა აირჩია არა იმიტომ რომ თქვენი ოჯახებისთვის მიგეხედათ არამედ იმიტომ რომ მილიონი ქართული ოჯახისთვის მიგეხედათ რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში და თქვენ არ გაქვთ უფლება ეს მილიონი ოჯახი მიატოვოთ მიაგდოთ აი ამ გაჭირვებაში რომელიც თქვენ შექმენით და წახვიდეთ და თქვენ ოჯახში იცხოვროთ კარგად ამიტომ ოჯახი ყველას უყვარს ადამიანურად რა თქმა უნდა არ არსებობს მეტი ღირებულება ვიდრე ოჯახია მაგრამ მინისტრისგან პოლიტიკური თანამდებობის პირისგან იმის განცხადება რომ მე ჩემი თანამდებობიდან ჩემი საქმიდან ჩემი პასუხისმგებლობიდან იმ ხალხის ნდობისგან ვინც მე მანდატი მომცა და ამირჩია მივდივარ იმიტომ რომ ოჯახი მომენატრა და ოჯახი უნდა ვნახო ეს არის ისეთი უპასუხისმგებლობა როგორიც მე არა მარტო საქართველოში ისევე მეორე უბრალოდ არსად არ გამიგია მსოფლიოში რომ ამ მიზეზით ადამიანი მინისტრი თანამდებობიდან წასულიყოს რა სიტყვით იმ შემთხვევაზე როდესაც განათლების მინისტრი განათლების მისაღებად მიდის საზღვარგარეთ მე მახსოვს ასეთი შემთხვევა ის ადამიანი დღეს რუსთავიორის დირექტორია ძალიან კარგია რომ საკუთარ დირექტორზე მეკითხებით განათლების მინისტრი რამდენადაც მე მახსოვს მინისტრი აღარ იყო როდესაც განათლების მისაღებად წავიდა უცხოეთში ანუ ის უკვე გადამდგარი იყო მინისტრის თანამდებობიდან და თავისუფალ ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია საკუთარ განათლებაზე იზრუნოს ამიტომ სწავლა სიბერემდეა ის რომ წასულიყო როგორც მინისტრი და გადამდგარი იყო მინისტრობიდან იმის გამო რომ განათლების მისაღებად მიდიოდა იგივეს ვიტყოდი მასზეც მაგრამ რამდენადაც მე მახსოვს ის უკვე გადამდგარი იყო როდესაც განათლების მისაღებად